როგორ მივემსგავსოთ ღვთისმშობელს? ვინ ბიჭი ვის უნდა ბაძავდეს? ახლა ნახეთ, ეს ძალიან საოცარი შეკითხვა. მოდი სანამ იმას ვიტყვით, როგორ მივემსგავსოთ ღვთისმშობელს, ჩვენ ვიფიქროთ იმაზე, აი როგორ წარმოგვიდგენია, რომ როგორი იქნებოდა ღვთისმშობელი. ჩვენი აზრით. როგორ გარეგნულად ჩვენ დაახლოებით ვიცით ხატებიდან, მაგრამ აი ხასიათი როგორი იქნებოდა, როგორ მეტყველებდა სიტყვაზე, აი დაუშვათ აი შენ როგორ წარმოგიდგენია, რა თვისება შეიძლებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქონოდა? შვიდი და ტკბილი. ტაში დაუკარით, მოდი. ხოდა, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ შვიდი და ტკბილი ვიყო. იო, შენ რა სიტყვა? აი როგორი თვისებები შეიძლებოდა ქონოდა? ღვთისმშობელს ჩვენ აზრით ექნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი თვისებები იესო ქრისტესთან, რადგან დიონისე აროპაგელი, როდესაც ჩავიდა ღვთისმშობელთან, სადამ ის მიძინებდა, ის ამბობდა, რომ რომანს თოძნოდა, რომ ღმერთი კაცად მომოსულიყო, ღვთისმშობელი ეკონებოდა ღმერთი. დიახ. ანუ იმდენად იყო თურმე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თვისებებით მიმსგავსებული იესო ქრისტეს, რომ აი ესეთი რამ თქვა წმინდა დიონისე არაოპაგელი. აბა ნიკოლო, შენ რას გვეტყვი? ღვთისმშობელი იყო ძალიან მომწმენი და მომწმენი. ანუ ჩვენ ახლა ფაქტიურად დაახლოებით ისეთი თვისებებით ვახასიათებთ, როგორიც თავად უფალი იყო, ხო მართალი? აი მომთმენი. კიდევ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო? აბა შენ რას გვეტყვი? კეთილი და მხიარული. კიდევ? როკა? თავდაბალი, რადგან მანამ ქრისტე ვარულინებოდა დედამიწაზე, ის თავში ამბობდა, რომ ნეტა იმის მსახური იყო, ვინც ქრისტეს შობსო. აი ზუსტად ჩვენ რო წეგან ხარებაზე ვლაპარაკობთ, სანამ მას მთავარანგელოზი გამოეცხადებოდა, ეხლა ბარბარე დაგინახე. სანამ მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადებოდა, ის თურმე აი ამას ფიქრობდა, რაც ლუკამ თქვა. მას გაეგონა, რომ ღმერთი ადამიანად უნდა მოვიდეს და ნეტავი მასო, ვის მიერაც ინებებს ღმერთი განხორციელებას. ნეტავი შორიდან მაინც დამანახა, მისი მსახური მაინც იყო. კი არ ამბობს, ნეტავი მე ვიყო ისო. არამედ მისი მსახური იყო და სწორედ მაშინ გამოცხადებია მას მთავარანგელოზი გაბრიელი და ეს უხარებია. ბარბარე, აბა რას გვეტყვი? ორი ბარბარე ერთმანეთს შეხვდა. პატიოსანი, მაგრამ ვერ შეხვდა. პატიოსანი. აი, ეხლა უკვე ნახეთ, კიდევ ვიღაც იწევდა ხელს. დემე, აბა შენ რას გვეტყვი? ვინც ჩაგრება იმას გამოესარჩლებოდა, მიეხმარებოდა, ხო მართალი? კი ბატონო, ეხლა დააკვირდით. აი ეს არის თვისებები, რაც უცბად გავიხსენით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ. აი ჩვენ ვეცადოთ, რომ შვიდი ვიყოთ, ტკბილი, მომთმენი, კეთილი, მხიარული, თავმდაბალი და პატიოსანი. და ესე შეძლებს ადამიანი, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მიემსგავსოს. და ვინც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მიემსგავსება, ახლა ნახეთ როგორ არის, აი ხო არის ესეთი გამოთქმა, რომ მიჩვენეო, ვინ არის შენი მეგობარიო და გეტყვი ვინ ხარ შენო. ხო არის ესე ნათქვამი. რატოა ესე ნათქვამი? თქვენი აზრით, რატოა ნათქვამი? აი, რატო უნდა გგავდეს შენი მეგობარი, მაგალითად, მარიამ? რატო დაგემკვანებ? შენისთანაც იმეგობრებ დაიმსგავსები და ჩვენ თუ ვეცდებით, რომ მოდი პირიქით თქვა, ჩვენ თუ ვეცდებით, რომ ღვთისმშობელს დავემსგავსოთ, ესე იგი გამოდის, რომ ჩვენ მასთან მეგობრობა შეგვეძლება. ესე რომ შევხედოთ, არა? ხოდა ვეცადოთ, რომ ჩვენ მას მივემსგავსოთ და ეს იქნება ჩვენი მხრიდან აი ამ სურვილის გამოხატულება, რომ ჩვენ მასთან მეგობრობა გვინდა. ის ხო დედაა ჩვენი.
და დედასთან რო იმეგობრო, აბა როგორი დიდებული ამბავი. ბიჭი ვის უნდა ბაძავდესო? ბიჭიც უნდა ბაძავდეს ამ თვისებებით, არ უნდა ბაძავდეს. იმიტომ რომ როგორც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ბაძავს თავად მაცხოვარს, ასევე ყველა ვაჟი უნდა ბაძავდეს მას.